გახსოვთ ამ ზაფხულს ზოოპარკის გახსნისთვის რომ ემზადებიან. ბევრი დაბრკოლებაც რომ გადალახეს და ახალ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი მაინც რომ გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის, სივრცე დამთვალიერებლის მისაღებად მზადდება. იქამდე კი ერთად ვნახოთ ზოოპარკის ზონირების პრინციპები. გაჩვენებთ უკვე გადმოყვანილ ცხოველებს, შენობებს, ვოლიერებს და გავიცნოთ ზოოპარკის ბინადრები. დამელოდე შანი, გაწიეთ 10 მოგცემ. ჩვენ შევიდეთ ჯერ დესენ შემოვლენ. ზოოპარკის დირექტორთან ერთად ამ ადგილიდან იწყება სრულიად განსხვავებული გამოცდილება, რომელიც ველურ ბუნებაში მოგზაურობას წააგავს. დათვები ცოტა სახიფათო ცხოველები არიან ძალიან ძლიერები, ძალიან ჭკვიანები. შეიძლება მოვიდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით როგორ და მოვიცეთ. ხა თქვენც ასევე ფანჯრები არ გააღოთ, არ გადახვიდეთ მანქანიდან არავითარ შემთხვევაში. და ერთი დათვი უკვე ხვდება. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები, დათვები და მგლები აღმოჩნდნენ. მათი ვოლიერის ფართობი 1 ჰექტარზე მეტია. მას ქვია ჩოფიკა, ესე სალიყური რო აქვს ეს ჩამოგდებული. ერთ-ერთი ყველაზე უხეშე ცელქი დათვია. ეს გარინჩა რომ მოიყვანეს კოჭლობდა და ანუ დაარქვეს გარინჩა. დაახლოებით 5-6 წლიანი არიან. ყველანი ახალგაზრდები არიან. და მგლები არიან აქეს რაღაც. ყურადღები თქვა თვალიერებს, ეს ის დათვია. ცხოველებს ახლო დისტანციიდან ვაკვირდებით. ვიცნობთ ჩოფიკას, აუზიდან მოთვალთვალე ბელებს და ბუჩქებში ჩამალულ ყველაზე საშიშ მაშა დათვსაც გვერდსოვლით. დავაგულირვა. ეს არის მაშა, ეს ძალიან ცნობილი დათვია, ხოლმე რომ იმალება წყალდობის დროს კონდიციონერზე იჯდა. ეს არის ყველაზე სახიფათო, ძუდათვი არის და მანქანების არ ეშინია და ხანდახან მანქანას თავს ესხმის ხოლმე. ვოლიერში მანქანით მოძრაობთ. ტერიტორიაზე, სადაც არ ჩანს ბეტონის კედლები, არ იგრძნობა შეზღუდვა და აქ ჩვენ ვართ სტუმრები. მათ უნდა ქონდეს საფარი, მათ უნდა ქონდეთ თავიანთი ქცევის გამოვლენის საშუალება, ხო? მაგალითად იგივე აუზი წყლით სავსე უნდა ქონდეთ თხრის საშუალება, რადგანაც ხრამად უყართ და ძალიან ჭირდებათ, ასე რომ ეს ყველაფერი მას უნდა ქონდეთ. და გარდა ამისა უნდა ყავდეთ მეზობლები, მაგალითად მგლები. ხანდახან იყო ხოლმე ძალიან ესეთი კომიკური მომენტები, როდესაც დათვები მგლებით თამაშობდნენ. ესეთი ამოიდებდნენ ირლიაში და გელს და ათრევდნენ აქეთ-იქით პატარა ბელები. პატარა. ყოჩა. მგლებს და დათვებს ვტოვებთ და მანქანით გზას ჩლიქოსნებისკენ ვაგრძელებთ. ზოოპარკში ერთ-ერთი ძირითადი ექსპოზიცია სწორედ კავკასიურ ზონას ეთმობა. ნახოთ ავათვალიეროთ ირმები და ნიამორები. სადაც ირმები და ნიამორები მშვიდად გადაადგილდებიან. ეს სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კავკასია ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ ცხელ წერტილად ითვლება. ეხლა გვყავს 24 ირემი და დაახლოებით 30-მდე ნიამორი. ეხლა ველოდებით კიდე, აი მაგალითად ეს მაგეთ არის. დაახლოებით 10 მდედრი არის მაგეთ. სწორედ ამიტომ ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გადაშენების პირას მყოფი სახეობების გამრავლება. გადავიყვანეთ ირმების ნაწილი, ხან გაზაფხულზე კიდევ ერთი ნაწილი უნდა გადავიყვანოთ და გარდა ამისა გვაქვს პროექტი რომ დავაბრუნოთ ნიამორები, თორემ სხვა ადგილას უკვე იქ სადაც მათთვის არის შესაბამისი. ეხლა მოვედი დომბებთან. ეს არის ევროპული ბიზონები, რომელიც საქართველოში გადაშენდა სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის. არამედ საქართველოში, მთლიანად ხელისუფლებაში გადაშენდა. ჩამოვიყვანეთ რამოდენიმე ინდივიდი და 3 ინდივიდი ჩამოვიყვანეთ, ეს დანარჩენი უკვე არის ჩვენს მიერ გამრავლებული. ხავიყავით კავკასიაში, ახლა გადმოვით აფრიკაში. გველოდება აფრიკაში. აფრიკაში ჯერჯერობით გველოდება შენობები. უმეტესად, თუმცა არის გამონაკლისებიც. შევიდეთ. ახალი ზოოპარკი ბიოგეოგრაფიული ოლქების მიხედვით დაიყო, სადაც მთავარი მიმართულება კავკასიური და აფრიკული სავანა. მოგზანდით, ცუდი ამინდების დროს, ზამთარში როცა მზე არის პრობლემა არ არის, მაგრამ ახლა ეს თოვლი წას რო იყო მოსული, მაშინ იძულებულით შემოვიყვანეთ. კი, ან რაღაცა დაგჭირდება, იქ ჩარევა ყოველ საჭიროა.
ჟირაფი საზოგადოებაში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ახალი ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ეს სახეობაც იქნება. სადაც ყველა აფრიკული ჯგუფოსანი იქნება ერთად თავმოყრილი. ზებრები, ანტილოპები, მარტორქა, ჟირაფი, ბეჰემოთი ყველა ერთად, ანუ ისევე როგორც მაგალითად გვინახია ფილმებში. მას აქ ბეჰემოთებს, მასაც გაჩვენებთ. ეხლანდელ აუზზე რაც ახლა აქვს, იმაზე დაახლოებით ორჯერ და უფრო მეტია. ეს არის ზამთრის აუზი. და შესაბამისად, რადგანაც ძალიან საინტერესოა თვითონ ბეჰემოთის წყალქვეშა ცხოვრება, ხო, როგორ მოძრაობს, როგორ დადის. ხელი შემოღავიჭერ, თავი რო გავა მერე. აი ახლა. თავი, ეს გასვლა, თავი ბატონოს. დიდი ახლა. არა, არ არის. ეს კი ინტერნეტ ვარსკვლავი შანია, რომელიც 2 თვის იყო, როცა აქ მოიყვანეს და დღემდე ბეჯითად აგრძელებს მომვლელების ღეჭვას, სკამების, ჩანთების და შარვლების გლეჯას. უყვარს ჩიტების ყურება, ჭამა და ძილი. კი, ეს გახლავთ. არც ახლა იტყვის უარს მაგიდაზე ჯდომაზე, მაგრამ ცოტა დიდია უკვე. ძველი ზოოპარკისგან განსხვავებით, ახალი ზოოლოგიური პარკი 48 ჰექტარზეა გაშენებული და მსოფლიო სტანდარტების ვოლიერებს აერთიანებს. სადაც ყველაზე ადრე აქ თანამშრომლები მოდიან, მომვლელები, ვეტერინარები. თითოეული ბინადრის ჯანმრთელობა და განწყობა ამ პირველ საათებზეა დამოკიდებული. პირველი ნაწილი გაიხსნება კავკასია და უკვე შემდეგ დაემატება აფრიკა და ეს ეტაპობრივად უნდა გავხსნათ. პირველ სტუმარს ალბათ მივიღებთ წელსაყრელში. ახალი ზოოპარკი სწორედ ამ იდეაზეა აგებული. ამიტომ აქ სტუმრობა ყოველთვის შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა და პატივისცემა და მოგცემს შესაძლებლობას აქ მყოფი თითოეული ბინადარი უფრო ახლოდან და განსხვავებულად გავიცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ზოოპარკი თავისი შინაარსით საკმაოდ ხო სევდიანიც არის და ზოგს არც უყვარს ვასიკოს მსგავსად, იმიტომ რომ იქ რა ასოცირდება, რომ ცხოველები არიან მაინც დატყვევებულები, რაც ანუ ვითომ თავისუფალი გარემო მოუწყოთ, მაინც ფიქრობ, მაქსიმალურად მაინც რო კონდეთ. ეს შესანიშნავი ხო გარემო არის იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ბავშვობაში ზოოპარკი გვახსოვს, იმიტომ რომ ის იყო მართლაც ვოლიერი ძალიან პატარა და როდესაც ამხელა დათვებს და მაიმუნებს ახლა ვინც მახსენდება უცებ უყურებდი ხოლმე, მაშინაც კი მახსოვს რომ ძალიან განვიცდიდი, მაგრამ შესანიშნავი შესაძლებლობა არის მით უმეტეს აი ამ ტერიტორიის ესეთი ფორმით ათვისების, მით უმეტეს როდესაც ბავშვებს აღარ ვასწავლით რომ რაღაცა გალიაში უნდა იყვნენ გამომწყდეული ეს მტაცებელი უზარმაზარი ცხოველები და უფრო მიახლოების შეგრძნებაც ალბათ უფრო მეტად იქნება მიუხედავად იმისა რომ დისტანცია შესაძლოა. ნაკრძალივით თუ რაღაცა არც ვიცი ხო რომ უფრო მეტად თავისუფლება სადაც ექნებათ რომ თავი იგრძნოს შედარებით თავისუფლად. და თავად ეს არსებები არიან უსაყვარლესები რაც კადრში ვნახეთ და დისტანციურად გავიცანით და იმედია უკვე ზაფხულში გაიხსნება რა თქმა უნდა ეს იქნება სავსე ბავშვებით და არა მხოლოდ ბავშვებით, დიდებით, ყველანი ველოდებით ამ არსებების უშუალოდ ნახვას და პირადად შეგვიძლია ჯერ კავკასია იქნება, შემდეგ აფრიკა და შემდეგ ასე შემდეგ მე ოკეანეა. ამით იქნება. სამყარო დაველოდოთ წარმატება ზაფხულს, მაქამს. ვისიამოვნეთ ბავშვებთან ერთად დარწმუნებული ვარ აი აქ ვიზიტით. ახლა კი სხვა თემებით უნდა განმოგზოთ.